ეს ეპიზოდი ვნახოთ იური ტაბატაძე მიუახლოვდა საჯარიმოს დაარტყა პირველი კარში ზუსტი დარტყმა და ფილიპ კლაიჩის მოგერიება. კლაიჩის დაუბრუნდა ძირითად შემადგენლობას, ესეც უნდა ვთქვათ, ოთო გოშაძე იცავდა კარს ევრო ტურნირებზე და გიორგი ტაბატაძე მოიპარა ბურთი დაარტყა კარის მიმართულებით, ძალიან სახიფათო მომენტის შექმნა და აცდა ბურთი კარში. წაწოდება საჯარიმოში ყუდუშაურს მიუვიდა ბურთი დაარტყა აი სახიფათო მომენტი, მაგრამ დაბლოკეს და კუთხური იქნება. ესეც მეორე მომენტი ტორპედოს 2-2-თან სახიფათო მომენტები შეგვიძლია თქვათ. ნახევარი საათის თითქმის გავიდა. გიორგი ტაბატაძე დაარტყა და კვირკველია ჩაჭრა ეს ბურთი კიდევ ერთი კუთხური იქნება. ალბათ ამ კუთხურის მერე დრო უკვე აღარ არის და კუთხურს ვნახავთ და მერე პირველი ტაიმიც სავარაუდოდ დასრულდება. ვნახოთ მამუჩაშვილი კუთხურს აწვის ჩაწოდება და არტყმა კარის მიმართულებით აი რეალური ხიფათი რომელიც ტორპედომ შექმნა. ამჯერად ბიორნ იონსენი თავით ურტყამდა, მაგრამ ამჯერად ვერ გაიტანა. შეტევაშია მასპინძელი გუნდი ტაბატაძე დაბალი პასი საჯარიმოში დადიანი კიდევ ერთი დარტყმა კლაიჩია გმირი რას აკეთებს ფილიპ კლაიჩი და მერე იქ ერთ-ერთი ფეხბურთელი გადაეღობა დარტყმას ახვლედიანისა 100%-იანი შანსი გაუშვა ხელიდან იბერიამ იმისა რომ გოლი გაეტანა და ანგარიში გაეხსნა. კვირკველია მოევლინა გმირად კლაიჩთან ერთად ქუთაისის ტორპედოს დაარტყა და ისევ კლაიჩი. ალბათ ამ მარტს ყავს საუკეთესო ფეხბურთელი და ეს არის ფილიპ კლაიჩი, რომელმაც არაერთი რთული ბურთის მოგერიება მოახერხა. მამუჩაშვილმა დაარტყა ზუსტად კარში და ფილიპ კლაიჩმა მოიგერია, გიორგი მაკარიძემ მოიგერია ეს ბურთი, კლაიჩმა არაერთი ბურთი მოიგერია აქამდე და ახლა უკვე მაკარიძეს მოუწია საქმეში ჩართვა. ჩაწოდება ნადარაია დარჩა დასარტყმელ პოზიციაზე და 1000%-იანი შანსი იყო ალბათ ეს რეალური შანსი იმისა რომ ტორპედოს ეს მატჩი მოიგო, მაგრამ ნადარაია არა ეს ცენტრ ფორვარდი რომ ვაიძულოთ და დავავალდებულოთ რომ ამ შემთხვევაში გოლი უნდა გაეტანა.